და თემა, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ქართული ღვინის კომპანიები იაპონიის ბაზარზე შესვლას გეგმავენ. ქართული პროდუქცია ტოკიოს გამოფენაზე 6-მა კომპანიამ წარადგინა. რა კონკრეტული შედეგი მივიღეთ ამ გამოფენიდან? ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გაგვაცნობს ამ ინფორმაციას. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მადლობა, რომ კიდევ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. ძალიან გააქტიურდა აზიური ბაზრების მიმართ ჩვენი ინტერესი. ამ კონკრეტული გამოფენიდან რაიმე შედეგი თუ მივიღეთ? ეს იაპონიის გამოფენა არის ნაწილი იმ გეგმის, რომელსაც ვახორციელებთ შაშან წელს, ისე აქტიურად ვართ ჩართული. მიზანი იცით ალბათ, მაყურებელსაც მოეხსენება დივერსიფიკაცია ქართული ღვინოების საექსპორტო ბაზრების, ანუ რო არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ რეგიონზე. აზია, როგორც მზარდი და პოტენციალურად ძალიან საინტერესო ბაზარი, აქაც ძალიან აქტიურები ვართ. ისევე როგორც ჩინეთში, ასევე იაპონიაში. მოსახლეობიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ღვინის მოხმარებიდან გამომდინარე. იაპონიაში ეს უნდა მეკითხა სწორედ იაპონიაში უყართ ღვინო, ანუ მიირთმევა ღვინოს, იქ არის ტრადიციული მათ შაკურული სასმელები, რომელსაც სვამენ. აი მაგაზეს მუშაობთ სხვათა შორის. ზოგადად იაპონია ტრადიციული ქვეყანა არის, უყვართ ტრადიციები, როგორც ჩვენ, ანუ რაღაც საერთო ბევრი გვაქვს და უყვართ ძალიან კარგი სამზარეულო და სამზარეულოს ყოველთვის ახლავს რაიმე სასმელი. საკე და საკეს სხვადასხვა სახეობები იქ რა თქმა უნდა პოპულარულია, მაგრამ მაინც ლუდს უჭირავს უფრო დიდი ნაწილი და ღვინო იზრდება და იზრდება. ღვინო მოგეხსენებათ, ესე ცოტა ევროპის და კულტურის მაჩვენებელი არის. ანუ ღვინოს მოიხმარს ყველა წარმატებული ადამიანი, ასევე ჩინეთშიც და იაპონიაშიც. შესაბამისად, ღვინოს ნაკლებად იცნობენ, ანუ მათთვის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ფრანგული ღვინო, ჩილეს ღვინო და დანარჩენი ცოტა ნაკლებად. ძირითადი კონკურენცია მაინც ფრანგულ ღვინოსთან მოგვიწევს, რომ გავუწევთ. ბაზარი არის ძალიან დიდი. ჩვენ ვართ დაახლოებით 0.1%, თუ 1%-ზე ეს ალბათ შორ იმაში პერსპექტივაში იქნება ძალიან კარგი და საკმარისი ჩვენთვის. ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში აზიურ ბაზარზე, იგივე ჩინეთში გამოფენა, იგივე იაპონიაში გამოფენა, იყო კიდევ ერთი გამოფენა, თუ არ ვშტები, თუ სწორად მახსოვს, სადაც მეგონი მედლებით ჯილდოები მივიღეთ. ანუ ევროპულ ბაზარზე ეს ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში მიარსმენია და არ გსმენია ყოველ შემთხვევაში გამოფენა ყოფილა ქართული ღვინის დამოუკიდებლად მიგვიღო. ანუ აზიური ბაზარი უფრო მეტად პერსპექტიული სტრატეგიულია დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის. ანუ აზია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარი, უბრალოდ ეხლა დაიმთხვა. იაპონიაში იყო ერთი გამოფენა, შემდეგ იყო ჩინეთში, იაპონიაში მეორე გამოფენაშიც მიიღეს ქართული კომპანიებმა მონაწილეობა და იქიდან მეორე მათგანი პირდაპირ გადავიდა სამხრეთ კორეაში. ექსპორტის ზრდა როგორია აზიურ ბაზარებში? ჯერ მუშაობს და ცნობადობა გაიზარდოს. მზარდია ყველა მიმართულებით. თუ იყო დაინტერესება კონკრეტული პირების მხრიდან, დეგუსტაცია იქნებოდა რა თქმა უნდა. იყო ორი დეგუსტაცია, ერთი ჩვენ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოაწყო, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ თვითონ მოაწყო თავისი ღვინის დეგუსტაცია, იგივე კომპანიამ, აი დიდი სამონები დაუსახელებლი ყავთ ვერიდები კომპანიებში. უკვე გაყიდა იქვე. გიორგი, მე მაინც მინდა ჩამოთვალო ეს კომპანია, რომელიც იყო წარმოდგენილი კახური ღვინის მარანი, თბილღვინო, შუხმან ვაინს ჯორჯია, ქინძმარაულის მარანი, ბესინი და კახური ტრადიციული მეღვინეობა. სხვა კომპანიები რატომ არ იყვნენ ჩართული? აქ იყო ეს 6 კომპანია. ერთი თვის წინ იგივე იაპონიაში გამოფენაზე მონაწილეობდა 7 ქართული კომპანია. ანუ დაინტერესება ყველას მხრიდან არის ამ ბაზარზე. რეალურად გამოფენები არის შედეგის მომტანი, კონკრეტული შედეგები თუ შეგვიძლია დავასახელოთ. ანუ ზოგადად მარკეტინგში არ არის მხოლოდ ეს გამოფენებში მონაწილეობა. ამას ემატება, თქვათ, იგივე ჩინეთში ყავს ორი იაპონური კომპანია დაქრეებული, რომელიც ქართული ღვინის პრომოციას ეწევა, ზოგადად აცნობს, სტატიები იქნება ეს თუ თუნდაც ინტერნეტ აქტივობა სოციალურ ქსელებში, ჩინეთში სხვა ქსელებია მოგეხსენებათ, Facebook-ი იქ არ არის. იაპონიაში შევხვდით ესეთ კომპანიას, რომელიც შესაძლოა 2016 წელს უკვე დაგვეხმაროს, რომ იაპონიაშიც უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენი ღვინო. ასე რომ შედეგი აქვს ერთი, მეორე, მესამე, თმეტ ეწყობა და კომპანია ეს თვითონ კომპანიები ყიდიან იქ. ამ ეტაპზე რამდენი ბოთლი არის გატანილი იაპონიის ბაზარზე? თუ შეგვიძლია ანუ შაშან გავიდა ძალიან ცოტა, სადაც 130,000 ბოთლი. მოსახლეობის ნამდვილად არ ეყოფოდა. ხო, ყველას. თუ ახლა ჩინეთს შევადაროთ, ჩინეთში 1,200,000 იყო. თუმცა, თქვათ, ჩინეთშიც ძალიან ველოდებიც და წელს არის 70% იყო დაახლოებით ჩინეთი, 3 თვე რო არ ვიყოთ ხოლმე. ეს არ არის სწორი ზოგადად 3 თვის შედარება. ამ წელს ბოლოს უნდა დაველოდოთ, მაგრამ მზარდი არის ორივე მიმართულება. იაპონიაც ძალიან მზარდია. იაპონია გასამაგებული იყო 3 თვეში. წინა 3 თვესთან შედარებით, მაგრამ ეხლა გასამაგებას ალბათ არ ველოდებით, მაგრამ მზარდი იქნება ძალიან იაპონიაში. ზოგადად ეს გამოფენები, რომელიც ვახსენეთ, თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი კომპანია, თქვათ, სტენდიდან ერთი კონტეინერი ღვინო გაყიდა. აი კიდევ რაიმე კონკრეტული მაგალითები, რომლებსაც თქვათ, ამ გამოფენას მოაქვს შედეგი ქართული ღვინისთვის და აქვე მინდა კითხოთ, ზოგადად ექსპორტის წინ, ექსპორტი შემცირებული ბოლო პერიოდში, რატომ რამ განაპირობა ეს გავლენა მხოლოდ გარე ფაქტორებმა იქონია? ანუ დავიწყოთ
გასაწყოთ იმით გამოფენაზე იქ ადგილზეც იყიდება ხოლმე და ძალიან კარგი წარმატება თითქოს ასე ვთქვათ, მაგრამ როგორც წესი აქ ხარდება კონტაქტები და შემდეგ უკვე ეს ბიზნეს პარტნიორები მყიდვასაც აინტერესებს კარგი ღვინის ყიდვა და პირდაპირ ნახულობს პროდუქტსაც სინჯავს და ნახულობს გამყიდვას. ანუ პირადად ეცნობა უფრო აადვილებს გამოფენა ამ კონტაქტებს. ასე რომ შედეგები ექნება 4-ვე გამოფენას აზიაში. ვიღავახსენებთ, დასავლეთში საკმაოდ აქტიურად, ვთქვათ, აზია უფრო როგორც მზარდი ბაზარი, უფრო მეტად ჩანს ხოლმე და უფრო კარგადაც ჩუქდება ჩვენი ტელევიზიებით. რაც შეიძლება ექსპორტის შემცირება, ანუ ძალიან ისეთი ბანალური მიზეზები, რუბლი და გრინვას devalvacija, არასტაბილური. ჯერ საუბრობთ გასამაგებაზე, თუმცა ექსპორტი რეალურად ექსპორტი იკლებს. ექსპორტი ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლომდე დაველოდებით, მაგრამ 2014 წელს ნაკლები იქნება, იმიტომ რომ რუსეთი და უკრაინა მოგესალმებით, მაინც ჩვენ ძირითადი ბაზრები არის და მხოლოდ სწორედ ამიტომ მუშაობთ ამ დივერსიფიკაციაზე. ბაზრების მასშტაბიდან გამომდინარე, რეალურად რაც უნდა გაიზარდოს, როგორც იაპონიაშენ, ჩინეთში ექსპორტი, რეალურად შემცირება იყო ბანალური, რუსეთიდან არ იყო მოსაუბრებელი ესეთი. ანუ ძალიან მარტივი მიზეზია, რომელსაც ყოველ დღე ვიმეორებთ. ამ რუსეთის რუბლის devalvatsiამ გავლენა იქონია ზოგადად რეგიონზე, იგივე ყაზახეთი იქნება თუ სხვა ქვეყნები, საქართველოში სხვა მოგესალმებით, ჩვენი ვალუტა და ეს ანუ ეს ყველა იმ ჩვენ ძირითად ბაზრებზე ყველაზე იქონია გავლენა. მაგრამ ისეთი შედეგი არ იქნება ცუდი, ანუ 2014-თან შედარებით ნაკლები გვექნება ექსპორტი, დარწმუნებული ვართ, შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ უფრო მეტი იქნება, ვიდრე თქვათ 12-ში იყო, 11-ში იყო და ასე შემდეგ. და ღვინის შესახებ კანონმდებლობის შესწავლებებზე რომ ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ბაზარი და ეს ბიზნესი ძალიან სენსიტიურია ცვლილებების მიმართ. რაიმე დამატებით რეგულაციებზე ხომ არ არის საუბარი, რომელიც იგივე გაართულებს, იქ იყო საუბარი ადგილწარმოშობის სერტიფიცირებაზე, ადგილწარმოშობაზე, მოსავლის და ასე შემდეგ. რა არის რა ცვლილებებს გეგმავთ, რომ გამართოთ კომპანიებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის? ხო, ეს ცვლილებები მომზადდა სწორედ იმისთვის, რომ უფრო გაადვილებულიყო ბიზნესის კეთება ზოგადად საქართველოში, ან მევენახება მეღვინეობის მხრივ. ანუ წესები ქონდა საკმაოდ კარგი, მაგრამ ხშირად იყო ბუნდოვანი წესები და ბიზნესმენმა არ იცოდა როგორ მოქცეოდა. ანუ ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ანუ დავაზუსტეთ, რომ ბიზნესმენმა ზუსტად იცოდეს, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება. ახალი კანონი უფრო მარტივია, ბევრ რაღაცას უფრო ამარტივებს, ზოგ რაღაცაში გამკაცდა, მაგრამ ეს მარტივი შესრულება უფრო არ. მაგალითად რა მარტივდება სერტიფიცირებაზე იყო იქ საუბარი. თქვათ ლოტის ნომერი შემოვიტანეთ, გახსოვთ ეს. თქვით, ანუ ბიზნესმენს არ ჭირდება ყოველ გადაზიდვაზე აიღოს გააკეთოს ანალიზები, რომელიც ძალიან ძვირი არ არის, მაგრამ რაღაც თანხა მაინც ჭირდება. რაიმე შეზღუდვა თუ იქნება, სად შეიძლება გავიტანოთ, თქვათ, ქართული ყურძენი, ვინ შეიძლება დაამზადოს აქედან ღვინო, თქვათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქართული ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ საქართველოში. ნუ ეს ჩვენ კანონში ადრეც იყო და ეხლაც შეიძლება. ანუ ღვინო აქ დამზადდება, ჩვენ საკმაოდ ბევრ ღვინოს მოვიხმართ ადგილზეც. პრობლემა არის ფასი, როგორც წესი, იმიტომ ჩვენი ღვინო ძვირი ღირს, საექსპორტოდ გვირჩევნია ძვირი გავყიდოთ, მაგრამ ჩვენ თვითონაც ავყიდებთ 10-ზე კმაყოფილი ვართ ხოლმე და ჩვენც ლუც მოვიხმართ ამიტომ და ბაზარი ალბათ გამოაჩენს ფასები და დასტაბილურდება, თუ ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ ღვინის მოხმარებას. ისე როგორც თქვა იყო 20 წლის წინ, ანუ 30 წლის წინ, ეს ყურძენი ჩვენ არ გვეყოფა. საქართველოში საკმაოდ შემცირებულია ღვინის მოხმარება. საქართველოში შემცირებულია 20-30 წლის წინანდელ ციფრებს თუ შევადარებთ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არის სტაბილური. ბატონო გიორგი, იყო გარკვეული კომუნიკაცია თქვა იგივე ღვინის კომპანიებთან და ბიზნესთან სრულებებთან დაკავშირებით, თუ ეს გადაწყვეტილებები იყო შესაძლებელი. ანუ ეს წელიწად ნახევარი რაც მზადდება, პირველი თქვა შენიშვნები იყო კერძო სექტორიდან წამოსული და იმაზე აეწყო ეს ცვლილებები, და შემდეგ ყველა ექსპერტი იყო ჩართული და თქმა უნდა და ჯერ ანუ მას პარლამენტში არ გასულა და სანამ გავა კიდე შეხვედრას გეგმავთ ღვინის კომპანიებთან. თუმცა ეს ამ ტექსტებს მიყვებიან ყველა ცვლილება ღვინის კომპანიებმა და ზოგადად კერძო სექტორმა იცის. ანუ კომუნიკაციის პროცესი მიმდინარეობს და ისეთი და თქმა უნდა, ცალკე ჩვენ ღვინის კანონი არ გჭირდება, ცალკე კანონი გჭირდება იმისთვის, რომ მევენახება მეღვინეობის დარგი იყოს უფრო ძლიერი. მე მაინც მინდა კითხოთ ხარისხზე. ბოლო პერიოდში აღარ საუბრობთ ხოლმე, მას შემდეგ რაც ემბარგო დაწესდა, აქტიურად დაიწყეს ქართულმა კომპანიებმა ხარისხის გაუმჯობესება. ამ ეტაპზე თუ არის მუშაობა ამ მიმართულებით? კიდევ თუ საჭიროებს ქართული პროდუქცია ხარისხის გაუმჯობესება? ანუ ღვინის ეროვნული სააგენტოს აპოზიციად მიმართულება ერთი არის ეს ღვინის პრომოცია და ამ კულტურის პოპულარიზაცია ღვინის პროდუქტ. მეორე ძირითადად ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ხარისხის კონტროლი და სერტიფიკაცია. ამ მიმართულებით არანაკლები რესურსები იხარჯება, უბრალოდ ღვინის არ იყო ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. ეს ტერმინი საერთოდ ამოვარდა ბოლო შეიძლება ითქვას 5-7 წელია, აღარც კი ვიყენებთ, იმიტომ ეს პრობლემა
ფაქტობრივად აღარ დგას. ბოთლში ჩამოსმული ღვინო, რომელიც ექსპორტზე გადის, ღვინო, რომელსაც როცა ვყიდულობთ, ვიცით, ვინ დააყენა და აწერია ზედ წარმოებელი და ასე შემდეგ, იქ ფალსიფიკაცია აღარ არის. ჩვენ ხშირად ჩვენ გვახსოვდა, რომ ქართული ღვინის სახელწოდება იყო რომელიღაც, თქვათ, ევროპის ბაზარზე, რუსეთის ბაზარზე, რომელიც არ იყო. ღვინის ხარისხი არის წინ წასული და იქ სტილისტიკაზე არის ხოლმე კამათი. დღესაც ისხმება არის ქვეყნები, სადაც თქვათ ჯორჯია ვაინს აწერენ ხოლმე და ამაზეც მიდის მუშაობა, უბრალოდ ყოველთვის ეს წინ არ ჩანს, იმიტომ რომ არ არის დიდი პრობლემა, როგორც ეს პატარ-პატარა პრობლემა. ბატონო გიორგი, რუსეთის ბაზარს უნდა დაუბრუნდეთ ბოლო პერიოდში საკმაოდ იყო მატება 2014 წლის იგივე ექსპორტის 2013 წლიდან მოყოლებული რუსეთის ბაზარზე ძალიან ხომარ გავხდი დამოკიდებულები რუსულ კომპანიებზე, იგივე დივერსიფიცირებაზე საუბრობდა ბაზრების ახალი ბაზრების მოძიებაზე. უფრო აქტიურად ხომ არის მუშაობა საჭირო, რომ თქვათ იგივე ხან არ ვიყოთ დამოკიდებული თქვათ რუბლის გაუფასურებაზე, იქ არსებულ კრიზისზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი ვარდნა ექსპორტის. მე დავამატებდი, რომ აზიაში კიდევ რომელ ბაზრებზე გაკეთდება აქცენტი გარდაჩინებისა და უფრო აქტიობა, რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო და უფრო მეტი. ამ ჩვენი სამუშაო როგორც ბიზნესი ყიდის, თქვათ კომპანიები ყიდიან ღვინოს, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში უფრო ადვილია ღვინის გაყიდვა, ანუ უფრო დიდი რაოდენობა მიდის ამ მიმართულებით. ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკის გამტარებელი მეუნახევა მეღვინეობის დარგში, ჩვენ ვცდილობთ სხვა ბაზრებზე მოხდეს პრომოცია, რომ გაუადვილოთ კომპანიებს იქ გატანა და ყველა კომპანიამ კარგად იცის, რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ბაზარზე, იმიტომ რომ ეს ხა პირველი რამდენად დღეს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულია? 2014-ში ექსპორტი იყო 60%-ზე, ცოტა 63% იყო. საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიდრე 2006 წელს, როცა 87% იყო. ანუ წინ გადადგმული გვაქვს ნაბიჯები და ის ვახსენებ, თქვათ, აზია არის მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, რომ გაიზარდოს კიდე ექსპორტი და ევროპაში რომელ უფრო დიდი მოთხოვნა წითელზე, თეთრზე, მშრალზე, რომელს გააჩნია ქვეყანას, მაგალითად ჩინეთში 90% არის წითელი ღვინო, ჩვენ 95% წითელი ღვინო გადის, უფრო წითელი მშრალი ღვინო. იაპონიაში თეთრი და წითელი თითქმის ნახევარი არის. ანუ გააჩნია იქაო სამზარეულოს კულტურას და იქაო მშრალს გააჩნია რეგიონებში, ჩინეთში, აღმოსავლეთ რეგიონები ნახევარ თბილისს ყიდულობენ, დასავლეთი უფრო მშრალს. გეუბნებაზე არ დაობენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ამიტომ წარმატებები გისურვებთ, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დროებით.